გოგო, დღეს ყველამ თქვა, რომ მე და ლევანიკოს რაღაც გვაქვს. Რაღაც გვაქვს და რაღაც რა, საერთო მათემატიკის წიგნი? ხო და არა, არაფერი გვაქვს საერთო, ხო იცი? უბრალოდ კლასელები ვართ. ანუ ნახე, მე კი ვიცი, მაგრამ მთელი კლასი რატო ალაპარაკდა დღეს მაგაზე ვერ მივხვდი. რატო და დღეს მაგ საზისხარი გვერდზე მომიჯდა და მთელი გაკვეთილი ერთად ვიჯექით. და ხო იცი მაგას რანაირ სახე აქვს, ვითომ რაღაცა გემბრიელს ჭამს. აუ, ყველაზე უცნაური შედარებები გაქვს მთელ მსოფლიოში. ისე ერთხელ მაგან წერილიც სამიტოვა. რა? როდის? მოიცა, რატო არ მითხარი, რა უნამუსობაა ეგ? ნუ მაშინ არ ვიყავით ასეთი დაქარლები და როდის? როდის და სადღაც მეოთხე კლასში. ხო, მაშინ მახინჯ ნატალიასთან დაქალობდი და მაგიტო. კაი, მიდი უცებ მითხარი, რა წერილი დაგიტოვა? შენი თვალები მიყურებენ ისე, თითქოს სამყარო შიგნით რაღაც მავიწყდებაო. ეგ რა? წერილია თუ განცხადება დედამიწის დატოვების შესახებ. არა და თურმე ბიჭი რა წერილებს უწერს და ამან კიდე ისეთი სახე აქვს, გეგონება რამე გემრიელს ჭამსო. ისა ჩვენი სპექტაკლი თუ გამოვა ისეთი, რომ მე ხალხმა ჩვენი სპექტაკლის ფრაზებით ილაპარაკოს. ეგ ძალიან დიდი განაცხადია. თან არ დაგავიწყეს. მოლოდინების გარეშე ფისო. წამოდი მივეხმაროთ შენ ძმას, თორე გაწყდა წელში. ამო. კაი, მოვისმენთ ახლა ვიკას და ნიკას მონოლოგებიც. მიდი ხო და სცენოგრაფი მოფიქრებული გაქვს? არა, ჯერ მარტო ტექსტებია. მოვისმინოთ და ეგ მერე მოვიფიქროთ. თეკლა, გათიშე ეს ტელეფონი ამ რეპეტიციის დროს ხო შეიძლება რა? ერთი წუთი რა, ნინო, უპასუხებ და შემოვალ. ალო, გისმენთ? კი. კაი, დავიწყოთ ჩვენ. რუსეთში რო ვიყავი, დედა სულ მიმეორებდა, რომ საქართველოში რაღაც ზღაპარი იყო. დედა სულ მიყვებოდა, რომ საქართველოში სხვა ხმა ისმისო და სხვა პური ცხება. ჩამოვიდი და მართლა ეგრეა. ყველაფერს სხვანაირი გემო აქვს. აქ ურთიერთობები სხვანაირია. იგი ეთყვიან, ისინი და მიდიან. აქ იგიობნებიან, რა მოხდა, ხომ არაფერი გჭირდება და ჩერდებიან. იქ გოგოები ყველაფერს ბრანჭივით აკეთებენ, თვალის სახამხავებასაც კი. და გოგოები ყველაფერს გულით აკეთებენ, თმის შეკვრასაც კი. ხანდახან მგონია აქაურობა უფრო ხმაურიანია, მაგრამ ნამდვილი. იქ ყველა რაღაცას გეგმავს, 5 წლით წინ, 10 წლით წინ. აქ კი ადამიანები ცხოვრობენ დღევანდელი დღით. თითქოს ხვალინდელი დღე არ არსებობს, მაგრამ მე ვხედავ, როგორ ისითფო არის ამ დღევანდელობაში. როდესაც ქუთაისის მზის ჩუქში ვდგები, ვგრძნობს სუნდს. რაღაც ძველი მოგონებების, ალბათ ბავშვობის. არ გეტყვით საჯობია ცხოვრება იქ თუ აქ, მაგრამ აქ თოვლის სხვანაირად ნება. აი, თითქოს ტოვებს ადგილს, ვინმესთვის ვინც დაბრუნდა. ალშვებო, ნახეთ ვინ მოვიდა? გურანდა. იცოდი რომ მოვიდოდი. და კაია რომ მოხვედი. საბოლოო გადაწყვეტილება თუ კიდე უნდა გვახვეცი? არ ხსომორჩი, თქვენ არ ვართ. ძალიან გუშინ ისეთები მივწერა და იმდენივე ხვეწე. წაგაკითხებთ მე. ბავშვებო, ეხლა თავიდან გავიაროთ რეპეტიცია, რომ ხატვარმაც ნახოს რა გვინდა. ხო რა, გამარჯობა ბავშვებო. გამარჯობა. არ წავიდეთ? ბიჭო არა, კი წავიდეთ, მაგრამ მე ვიფიქროთ, რა ვქნათ. ასე არ შეიძლება. საფიქრებელია. მაქვს მე რაღაცა ფული და წავიდეთ, სადმე თუ გვინდა. მეც მაქვს პატარა და დავაწერ. ბიჭო, მასე მეც კი მაქვს, მაგრამ არა ვარ ის ხასიათი მათებთან. რა გჭირს ბიჭო, შენ მთელი დღე რა უნდა? ამაზე არ გაგიგია? ძოვას გაგცი. აი, მართლა არ გაგიგია? აუ ეს მენა მაგარი ინარი მე საიდუმლე ხარ იმენა ადრეს დაგიძახ ბალო არის ყურებამდე შეყვარებული შარშან რაბაჩი რო ვიყავით ხო იცი ექსკურსიას იქანე გაიცნო ვიღაცა გოგო ვიღა და ისე მეეწონა იმნაირ რაღაც ექნა ბალო მისი მთელი ცხოვრება რო არის ზამდა რა ისა მთელი საღამოზე თვალებით ეკონტაქტებოდავი მე რადგან ეთყობა მობეს და მასეჯდომა და იმ გოგოსთან მივიდა და ყურ შეუნება შინ გამო შაურმაზეც უარს ვიტყვიო და გუში შაურმა ჭამა ახლა დეპრესიაშია კაცი აი მართლა ბიჭო არა ვიცი ცოტა გავალამაზია არ ვეიდა ბიჭო ახლა ეს პუბლიკისთვის გავალამაზები და აი ცოტა განეთავე ამასაც ახლა გეტყვი რაც იყო სიმართლე ეს შარშან რო რაბაჩი ვიყავით მაგი კი ექსკურსია მაგი მართლა სიმართლე იყო მაგრამ საღამოს წვადებს რო წავთ ხო იცი მომდენი ისტორიული ადგილი ვნახეთ და რა სილამაზე იყო დინა წვადი ახსოვს მარტო წეველი კაი მოდი ბიჭო სულელია ხო იცი აი იყო კაი მოდი აგ რა გძელია წვას რო წავით სხვა სკოლებიც რომ მოვიდე ხო იცი თბილისელებს ხო იცი ხო აი მაგ თბილისელებში ზუსტად მერე და
ერთი გოგო იყო თბილისელებში. აუ იცი რა ლამაზი გოგო იყო? სახელი ერქვა ლიზი. და იმენა წაბლისფერი თვა ქონდა, ცისფერი თვალები და აუ იმნაირი ხმა ქონდა. აი იმენა მთელი ცხოვრება გინდა რომ უსვინო. შენ უნდა წერო ძმაო ახლა. არა, კი უნდა წეროს, მაგრამ ხადი ვაწ. მიდი გაგზელე. რა და ერთი წელია წერ უკვე მაგოგოს რა. ხო და ბიჭო რა ვიცი, რომ მიყვარს სხვენია რა ვერ ვეუბნები. ბიჭო, ერთი წელია თუ წერ გოგოს, სანერვიულო რაღა არის ამდენი. რა და აგერ ახლა ქუთაისში ჩამოდის და ნათესავებთ. და მითხარ დღეს 8 საათზე ნახეო ხო და ბიჭო ასე მგონია რომ იცის უკვე თვითონა მიხვდა და მეშინია რა მისვლა რა. თაისში თუ მიზეზი გვაქვს ესე იგი უკვე ჩვენ. რა მიზეზი? შვენიერი მიზეზი გვაქვს? ეს ბიჭი ხდება უკვე დალევის და ფულის დახარჯვის. როგორ ნახა ეს რესტორანი ნახაფროლები არ მინი. გამოსავალიც გვაქვს. რესტორნები არა. ჩვენ ახლა წავალთ. ვიყიდით სასმელს. დავლევთ ჩემთან. ანუ გამბედავა მოგეკიდება შენ და ეწყო ყველაფერს იმაკოს როგორც საჭირო. შვენიერი იდეა, ვერაფერს დაუწუნებ ადამიანის ეგ. დავუწეთ. ვაი, შეგაჭი. შეიძლება? მობრძანდით. მითხრეს საქმე აქვსო? კი. დაბრძანდით. გისმენთ? მანდა ერთი იმ სპექტაკლის ამბავი მაინტერესებს, რა ხდება მაგასთან დაკავშირებით. სიმართლე გითხრათ, ბევრი არაფერი ვიცი. ერთადერთი რაც გავიგე, თვითონ წერენ პიესას და ამ პიესის მიხედვით თვითონ აპირებენ დადგმას. ეს მეც ვიცი, დანარჩენი? დანარჩენი ახლა ხო იცით ესენი როგორი თაობაა. მინდოდა რეპეტიციაზე შესვლა და არ შემიშვეს. გადაირინენ. ჩვენ თავისუფლება შეგვეზღუდებაო, ხელშეგვიშლითო, მოკლედ ხომ იცით როგორც არის. როგორი თაობაა გასაგებია, ვიცით ძალიან კარგად, მაგრამ ჩემი შვილი ხმას არ იღებს. ვერაფერი ვერ ვათქვევი, არა და არ მინდა უხეშად ჩავერიო ახლა ამ ურთიერთობას. როგორც ვიცი, რეჟისორიც ყავთ, ხო? კი, არაჩვეულებრივი პიროვნება ძალიან უყვართ ბავშვებს. ახლა ესენი ვიცი, ეს ბავშვები, გადასარევი ბავშვები არიან, ძალიან გონიერები ისეთი, მაგრამ რამე არაკორექტული არ გაეპაროთ, რაღაცა უხეში არ იყოს, რაღაც იმას მაინც მივაღწიოთ, გენერალურ რეპეტიციაზე მაინც დაგვასწრო. აუცილებლად უნდა დავესწროთ გენერალურ რეპეტიციას, რა ვიცი, მან თლად თავის ნებაზე ვერ მიუშვებთ მაგათი. თქო, უნდა გეთანხმები, მოკლედ ეს საკითხი თქვენთვის მომინდვია თავიდან ბოლომდე. ვიცი, როგორც გააკეთებ, ეჭვს არ მეპარება. დარწმუნებული ვარ, იმისთან სპექტაკლი გამოვუვათ, ქალაქს კი არა, ქვეყანას აალაპარაკებს. მოკლედ, თქვენ იცით ახლა როგორ გაართვევთ ამ საკითხს თავს. მე რა ბატონო, თქვენ რომ გეკადრებათ, ისეთი იქნება. მოკლედ, ყველაფერი თქვენთვის მომინდვია რა. საკითხი ამოწურულია. გასაგებია. ყოველდღიურად ვამბობ, დღეს არ დავაგვიარე, მაგრამ მაინც ვაგვიარე. არა იმიტომ, რომ ზარმაცი ვარ, უბრალოდ სანამ სახლიდან გამოვალ, უნდა მოვიფიქრო, როგორი ვიქნები დღეს. ჭარელა ჩუმი და დახვეწილი თუ ჭარელა გიჟი და საინტერესო. ყოველდღე ახალი ვერსია მაქვს მოსაფიქრებელი, რადგან არავის მოვბეზრდე. ისე საერთოდ მირჩევნია დაგვიანებული ვიყო და ჩემზე ლაპარაკობდნენ, ვიდრე პირიქით. არ მინდა დავჯდე იმ მაგიდასთან, სადაც ყველას თავისი ადგილი აქვს. ზოგჯერ ვცდილობ ისე გამოვიყურებოდე, თითქოს არაფერზე ვდარდობ. და ეს ყველაზე დამღრელი სპორტია. ვცდილობ გავიღიმო ისე, როგორც ფილმებში იღიმიან, მაგრამ შემდეგ მახსენდება, რომ მე მსახიობი არ ვარ. ან იქნებ ვარ. მომწონს, როცა ჩემზე ფიქრობენ, რომ მე ყველაფერი მაქვს. თავდაჯერებულობა, იუმორი, შეძლებული და ფულიანი ოჯახი. გუშინ ერთმა მითხრა, შენ ისეთი უცნაური ხარ და მე სიამოვნა. ალბათ იმიტომ, რომ სიტყვა ნორმალურს ვერ ვიტან. ნორმალური ნიშნავს, როცა რაღაცას მოერგე, ჩუმად ხარ. არც მიწისა ხარ, არც ცისა. მე კი მინდა ვიყო ისეთი, ვინც სხვას ცოტათი აწუხებს. ხანდახან მგონია, რომ ჩემი ხმა სადღაც შორს მინდის და იქ ვიღაც მისმენს. იქ, სადაც მე არ ვცხოვრობ. იქ, სადაც დედაა. მერე წერ მესიჯს, მაგრამ არ ვაგზავნი. მე მაინც ვფიქრობ, რომ შვენიერი მომავალი მელოდება. და არა მარტო მე ვფიქრობ და არა მარტო მე მელოდება. დედაჩემიც ფიქრობს, რომ სასახელო ვიქნები. და არა მარტო დედაჩემი ფიქრობს და არა მარტო მე სასახელო ვიქნები. ჩემს უფროსწმას სამედიცინოს უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული, თავის დიპლომით.
და არა მარტო ჩემს უფროს ძმას და არა მარტო სამედიცინოს დიპლომი. ჩემი ერთ-ერთი კომპლექსი საკუთარი ხმის გაგონება იყო რაიმე ვიდეოში ან ვოისში. ახლა კი ჩემს ხმას ვიწერ ხოლმე და ყოველდღიურად ვუსმენ. მომწონს როგორ აჩხერს. Lamborghini, Ferrari, Maserati, Bugatti. რაც უფრო ვცდილობ ვინმეს მოვეწონო, მით უფრო მეცინება საკუთარ თავზე. თოლია აფრინდა. აფრინდა. თოლია მრთების შეარხია. შეარხია. თოლია ბუდეს უბრუნდება. აუ, ტექსტი ამავიწყდა. აუ, სულ ამ მომენტზე რატო ეჭედები? რა ვერ ისწავლე შენ? აუ, ძალიან კაია. ამ სცენაზე უკვე მონახაზები მაქვს და სახლში რომ მივალ, უფრო კარგად ჩაუძები და ვიმუშავებ. ისე ძალიან კაი გამოვა რა. აი ბიჭებო, სამივე ვიცით რომ ბევრჯერ გვიჩხუბია, ბევრჯერ გაბრაზებული ვართ ერთმანეთთან, მაგრამ აი ერთმანეთს რო არ გვყავდეს, აი არაფერი არ გვეშველებოდა რა. კი ბალ. აი რამე რო დაგჭირდეს, სულ გვერდში მიგული. ცოტა მთვრალი გვიქნები, მაგრამ მაინც. კაი. კაი. აგი მოჭ, თიჯო. ბიჭო ისე? ჩემი აზრით, მზადა უკვე. წევიდეს და ნახოს ის გოგო თან საღამოდება აწი. შენ ამას შეძლებ, ბალ უკვე. ნასვამზე არ ღირს ნახვა მართლა. აუ ისე იცით რა გოგოა? აი მე არ გესმით რა, აი რო შეხედავ, აი თვალებზე რო შეხედავ, აი გინდა რომ სულ უყურო იმენა. ისე შენ თვალი ხარ, მაგრამ ხიზაზე ჯობია მაინც ვისმო. თვალი ვარ თუ მართალი ვარ? გადაწყვიტე ახ. თვალიც ხარ და მართალიც. ახლა რა ვშობთ? ნუ ვართ? თუ არა? გადაწყვიტე. ჯო, სადაც ერთი წელი ველოდი, ახლა ერთი დღე რო დაველოდო და მგონი დიდი არაფერი არ იქნება. ხო და მაშინ მიდი დაასხი ჩემო ძმაკაცო. მიდი უცებ დავლიოთ ახლა იმაზე, ვინც დღეს უნდა გენახა. მაგრამ ვერ ნახე. აუ იმენა ჯიგარი ხარ, მოდი რაი. მენა სიყვარულობა დაიგენ მაკო. აი არა, მოდი. აი ვიმაჯი. ბიჭო. ესე სპექტაკლზე არ გეშინია? არ ნერვიულო? ბიჭო, რა არის იცი? მასე რვარი ნერვიულო ახ ადამიანმა გიჟი უნდა იყო მართლა. ნუ იგეცა. მასე კი ნერვიულობ, მაგრამ ისე ძანა. მიუჩვიო. ბიჭო, რა მე როგორ როლების ვარ უფრო იცი? ისეთი რა, ჰამლეტი და რომეო. ან მე ფელირი. ლირი. ყველასგან ვიტოვებ. აბა რა. ისეთი როლი. მაგაზე აღარ ნერვიულობ. იას. ჩევრა. რა შო? ბალუ. შეამას. ოვისა კაი კონიაკი. აბა რავი. წანი. არა, დამათრო მართლა. რა ხდება? მიდი დაასხი. ნოპა. ვა, შეხედა მას. მოდი ბიჭებო. ჩვენს მაკაცობას გამომარჯოს რა. გოგოები მოისწიან რა. დაასხი ერთი შენ. ისხია პირამდი მე რა გაგინდა? გაგიმოჯოს ბოლო. ბავშვების გონების გადატვირთვა დაუშვებელია. მასწავლებლებმა უნდა იზრუნონ იმაზე, რომ მათ მოსწავლეებს განმოტენილი კი არა, კარგად განვითარებული ტვინი ჰქონდეთ. საკუთარი თავის შესწავლა უფრო მაინტერესებს, ვიდრე სხვა ნებისმიერი საგნის. ხომ არ გვეკამათ ამ საკითხზე? სიფიცხე და ყვირილი კამათის დროს სისულელის უტყუარი ნიშანია. განა ამ ქვეყნად არსებობს რამე ვირზე უფრო ჯიუტი, შეუპოვარი და თავდაჯერებული არსება. მე შენგან მეტი მე შენგან მეტს ველოდი. შენ მეტი შეგიძლია. შენ სხვას რას უყურებ? შენ სხვანაირი ტვინის პატრონი ხარ. სხვა გვარის ხარ. შენ სხვა ხარ, შენ ხარ მდინარე. მე შენგან მეტი მე შენგან მეტს ველოდი. შენ მეტი შეგიძლია. შენ სხვას რას უყურებ? შენ სხვანაირი ტვინის პატრონი ხარ. შენ სხვა ხარ, შენ ხარ მდინარე. ბარაშია საქმე მითხარი.
მას ერთი თხოვნა მაქვს თქვენთან. თან ვიცი რომ ამ საკითხში მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ ჩემი დახმარება. შორიდან ნუ მივლი პირდაპირ მითხარე. მას დედაჩემს მინდა დაელაპარაკოთ. თქვენ ხო იცით როგორი მნიშვნელოვანია ჩემთვის ამ სპექტაკლში მონაწილეობა. დედაჩემს კიდევ არ ესმის ჩემი. მეუბნება რომ არ არის საჭირო. აი თქვენ თუ დაელაპარაკებით და თუ აუხსნით, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ჩემთვის, სკოლისთვის და საერთოდ ყველაფრისთვის, რა თქმა უნდა თქვენ უფრო მოგისმენთ და გაგითვალისწინებთ. დაუშვათ მე დაველაპარაკე დედაშენს და შეგისრულე ეს თხოვნა. შენ შემისრულებ ერთ თოვნას. რა ხდება? იცი რა, მე მესმის რომ ეს სპექტაკლი თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რაღაც პირადულია და ამიტომ არ მიშვებთ რეპეტიციებზე. ხო, მნიშვნელოვანია. ხო და მე დაველაპარაკები დედაშენს, რომ სპექტაკლში დაგრთოს ნება, რომ მიიღო მონაწილეობა და შენ დაელაპარაკე შენს მეგობრებს, რომ გენერალურ რეპეტიციაზე შემოვიშვათ. გაწყობს? გონი მაწყობს. აბა, შევთანხმდით. შევთანხმდით.